ჯე მედიკო ჯეიდა მოვიდა. მობრძანდით. მოდი მედიკო, მოდი. როგორ ახარ გოგო, ასე უნდა დაკარგვა? რა ვიცი გოგო, თამაზის და სკოლის გადამკიდე რო კიდე ცოცხალი ვარ. თქვენ რა შვებით? რა ვიცი რა გვიჭირს ერთი კვირა სოფელში ვიყავით ჩვენც და გუშინ ჩამოვედით საღამოს. დასვენება არც მე არ მაწყენდა ჩემო ინგა. დიდი ხანი კი არ არის გოგო რა სკოლის საქმეებს მოურჩით. ადამიანს აღარ გავარ. სკოლაში რომ მუშაობ გოგო ძალიან კაია, აქვე გაგთან მიხვალ და მოხვალ. ჟარი გოგო, კაი, იმდენად მოგეთებინებენ და ხელფასები ჩვენ არ გვივარგა. გაიხედე მიდი აბა ევროკავშირში როგორ დაფასებულები არიან პედაგოგები. მედიკო ჯეიდა თქვენ ისი მასწავლებელი ხართ? მათემატიკის ომარიკო 21 წელია. ხო გიყვარს შენ მათემატიკა? ეს გიждდება მათემატიკაზე აფანატებს. ევროკავშირში კიდე ყველა საფასებენ, ოღონდ შენ მოინდომე და სახელმწიფო გიწყობს ხელს რომ დასაქმდე 16 წლიდან. ხო, შენი გოგოც გახდება ახლა სტუდენტი და მიმუშავების მოგეხმარება. მასწავლებლების ხელფასები საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში, ახლა რო ევროკავშირის წევრები არიან, ხო? აი ლიეტუვა იღე მაგალითად. 20,000 ევროდან იწყება ინგა წელიწადში. ეხლა ფთად რო იქით გადახვიდე დასავლეთ ევროპაში 70,000 евро არის მინიმალური მასწავლებლის ხელფასი. ხო და გამარჯობა ჩემო მედიკო. იმიტომ აღარ არიან ახალგაზრდა მასწავლებლები სკოლებში. ამ ხელატურს რო აკიდებენ და 1000 ლარს აძლევენ მერე. ზოგჯერ ეგეც არ არის. ჩემ სკოლაში ერთი მასწავლებელი და 91 წლის არის. დედა ჩემი ამბობდა სული რო შეუბერო მოკვდებაო. რა გინდა? რატომ იყური ფიქრი? ინგა, სახლში ხართ? მოდი ლია, მოდი აქეთ ვართ. სად ვიქნები აბა გოგო? არც ბათუმია ჩემთვის და არც ქობულეთი. ბავშვებს მოვუტანეთ შოკოპაი. დასასვენებლად გინდა ხო წასვლა? ჩემი შვილი ისწენებს თოფში. თოფში? ფოთში. არა გოგო, მან კოღოებია ძალიან ბევრი. ომარიკო, გამოდი ლია დეიდამ შოკოპაი მოგიტანა. რა უაბარეს მოვკარიყური? გამოუში რა აქეთ. ომარიკო ხარ შენ? გამომართვი 2 ცალი. კაი რა 2 ცალი რა არის? დამატე რა 5-6 ცალიც. აბა ეხა გამასწარი აქედან სანამ ღრმად ჩავისუნთქე. აი მელია ხალიჩებს ვერეცხავ გოგო, უნდა დავალბო და წყალს მოუშვებ და მოვალ ეხლავე. მე რა უთხარი არ გაინტერესებს? მეთქი შეგათახსირებულ ლოკალო, მთელ კორპუსი როგორ გადაშლილი ფეხები ეკეთები ვისგან გიგვირს თქო. ნუ ახლა მთად ეგრეც არ მithქვამს, მაგრამ კი ვაგრძნობინე. ჯე ქვემოდან ლელა დეიდა ყვირის წყალი ჩამოვიდა თქვენგან ჩემთანო. ვაიმე, ჩემი ხალიჩები, დედა ჩავრეცხე მეზობლები. გოგო იბო ისმის ჩემი ხმა? აუ ძალიან ჭედავს სოფელში ინტერნეტი. ისმის ხო და იცი ჩემს კარტოფილს რეთლი. ანასტასია, როდის ჩამოხვალ? შენ გარეშე ვერ ვერთობით საერთოდ ჩვენ. ჩამოვალ ხო ამ დღეებში, მაგრამ აქ ძალიან სიწყნერია და მე მგონი მართლა დავისვენი. მე ზღვაზე მინდა წასვლომარდია, ჩემაჯერ გამოცდის შედეგებს დაველოდეთ. ზღვა ძალიან კაია მართლა. თეკლა შენ წიგნს კითხულობ? კაი რა თიკო ვერ ხედავ რო კითხულობს, просто უგუღმა უჭირავს. კაი თხო არ კითხულობ, და ამ ბოლო დროს მარტო ნოვატორზე ვფიქრობ. გუში მაგაც ეძი ისეთები წავიკითხავ, ეხლა დაჭყეტილი მაქვს თვალების სიხარულისგან. შეკიდე თუ ეგრე ძალიან გიდა მიდი მაგ ნოვატორში და დააყენე საშველი. აბა ეროვნულებზე რო გიწერია გპ-ის საინჟინრო მაგით აპირებ ცხოვრებას. მართლაც გეუბნებათ ეგ მიდი და ისწავლე გრაფიკული დიზაინი რო ამბობდი. ინგლისურსაც უკეთესად ისწავლე მაგ 1 წელში. მაშინ შე რო ჩამოხვალ ანასტასია ორივენი ამოხვა და დაებაზრებით დედად ჩემს რომ ნოვატორში მივიდე. კაი ახლა შენ მოყევი რა, სოფლის საქმეს არ აკეთებ? ძრო ხარ მოწველე. მიხედავები გოგო რა ძრო ხარ მოუწველი, ეგ ღამაგლია. ანასტასია მოვიდა საღამო და წამოდი ახლა ბოსელში. ვისე მოეწონო გუშინ მაგ ძროხას ისევ შენ უნდა მოწველო. ვიხევი. წავედი ძალიან ჭედავს ინტერნეტი. ჯე ანასტასია მომსევზე სადაუმალო. შენი ჭირიმე რა. ისეც ხელა მესა დავიმალო ეგ არ ვიცი. სადა ხარ? ინგა ჩოკოპაი აქ ნაყიდი მთლიანი 5 და 1 წელს არ მაძლევს. ნაგლი ბავშვი. არ მოგცემ იმიტომ რომ გუშინ წინ შენ კევი არ მიყიდე. მე არ მიყიდე, მაგრამ კევი მაინც ქონდა 1 საათში. იმიტომ რომ რაუჭიროდი ვიღაც კაცმა ჩამოიარა და იმან მიყიდა. გაჭირვებულზე ამაგიაო. რა გაჭირვებულზე ამაგიაო, მარიკო, ჩოკოპაიებზე და ხაჭაპურებზე მყავ გაზრდილი. რასაც ჩემზე ვერ ვიტყოდით. დღემდე ვევჭამ ამ ნაგლი ბავშვის გამო. მომიცი ერთი აქ, ამას დავმალავ და მე გამოგიზოგებ.
აუჯი ანასტასიამ სულ შეჭამა მთელი 5 ჩოკოპაი შეხედე რას ამბობ კაცო ვიცით ადგილას დავმალე მე აღარ მახსოვდა წამოდი ერთი ხა ისმებით ვარ გადავაცალო თიკო ხო წიღან ინგამ რო დამიმალე ჩოკოპაი მთელი 5 ვიპოვე და 12-ვე შევჭამი თიკო ეს ჩემი ბოლო სიტყვებია 4 დღე გადაბმულად მეცადინეობ ცხვირი არ გამიყია გარეთ დიდი ამბავი ახლა ყოველდღე რო თეკლა გურგენიძეები არ ნახო თეკლასთან ერთად რო ახოლმე სული ღრიჯებიან ყველაფერზე ეზოში წაიქცა პირი ხრეში თქონდა ამოვსებული და თურმე არ უნდა გაგვეცინა მარტო ხრეში მერე პოლიეთილენის პარკის ნარჩენები ქონდა კბილებში იგი მის ბრალია რო სუპერღია დარბის შენც მოაღების გამოცდაში რო ჩაიჭრები მაგაც კიდე ერთხელ იტყვი და ვისაც ჩაიჭრება ნახავ უშვებს კოსმოსში უარყოფით ენერგიებს რებს მოდავ ანასტასია რა უარყოფით ენერგიები და კოსმოსი კაცო ხო ეგრე რასაც გაუშვებ კოსმოსში ის და გიბრუნდება ტუალეტში უნდა შევიდე მე და რა ყვირებს კაცო ვაიმე ისე კუჩში თუა შეკრული ახლა უეჭველი წაიქცა და თავი დაარტყა მაგან ვაიმე ომარიკო როგორ ახარ ხმა გამაგონე არაფერი კოსმოსში ყვირილი გაუშვი აჰა ყვირილი გაუშვი ხო გამოდი ერთი გარეთ გამოდი ვიღაცა კოსმოსში ტირილსაც გაუშვებს როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ჩამოშავებული ჩამობნელებული დღეები ჰა კიდე იწვიმებს მიმგონი მეორე თმოსვლა იწყება ვინმე უნდა მოვიდეს დე არა ომარიკო არავინ არ მოდის აღარ შემიძლია ხასიათს მიფუჭებს ეს ამინდი რა ამინდი თუ გახეული მაისური კარის სახელს რო გამოდი დე ჩვენ ამასწორებელმა გვითხრა რომ როცა შავღრუბელს დაინახავ ჭაკაკუხილი იწყება და გაიქეცით თქვენი მასწავლებელი კიდე რა სად გავიქცე კაცო ოთახებში ხო არ ვირბენ და კიდე ის გვითხრა რომ ჭაკაკუხილი როცა მაგიდის ქვეშ უნდა შეძვრითო ეგ მიჭის ძურაზეა არაფერი რო არ იცი დედა მესიჯი მოვიდა შუქი ჩაქრებაო რა ვაკეთოთ ახლა საღამოს აუჯი როდის მოვაშუქი დე დედა ანასტასია აუ რა მითხო უნდა გავერთოთ ომარიკო ვაიმე დედა რაღაცა მომედო ფეხზე რა იყო ეს აუჯი ისევ ჩაგვიქნება ვაიმე ომარიკო დროზე გაიქეცი შენ თახში და მოხურე კარები ვაიმე გავიქეცი აუ მაგარი დავოფითი ტიპები ბრუსტა ინგა გაიგეთეკლე გურგენიძეს რა უჭურავია ჩემ კლასელ ნიკაზე ნიკა რომელია ანასტასია დედა უშნოდ როც ეკავდა ლეზგინკას ვაიმე ეგ რამ ნახე მთელი ჩემი ცხოვრება არ დამავიწყდება ხო მაგაზე იჭურავა მთელი კლასი დაცინის თურმე ხო ჩვენ მშობლებმა იქვე დავცინეთ კაცო ბანკეტზე თან დედამისი ხო არ იყო და თავისუფლად ვიცინოდით აუ რა კაია ჩვენ დროულად გადავრიცხეთ ბანკეტის ფული რესტორნის მეპატრონე ეჭხობა თურმე მშობლებს დღეს ვაიმე ბანკეტის ფული გადარიცხვა დამავიწყდა გოგო ვაიმე რა გავაკეთო ეხლა დე იმ რესტორნის კაცსა რომ მიხვიდე და მიუტანო ხო აი ხალხი ვაჭორავ ეხლა ვიღაც კაცთან მივიდა ინგა ფულითო დაიცა იქნება მოვიფიქრო რამე ომარიკო რო გავყიდოთ აუ რამე უნდა გამყიდოთ რებს ლაპარაკობ ანასტასია მაგის დროა ეხლა მაგისთვის შესაფერისი დრო არ უსოდესაა ესე იგი აჰა თან შაბათი დღეა საქართველოს ბანკის ანგარიშიც არ აქვს ამ კაცს რომელი საუკუნეა ვერ გავიგე რა ვაიმე ჩატში წერე მშობლები რომ მაგრესტონის მეპატრონის მაინც და მაინც კარგი სიტყვები არ უთქვამს ჩვენზე აუ მოვიფიქრე საქართველოს მობილბანკს დაემატა ახალი ფუნქცია ტელეფონის ნომრით გადაურიცხავს სხვა ადამიანს ფულს სხვა ბანკზე და იმავე დღეს მიიღებს ლინკით ფულს მეორე დღემდე დალოდების გარეშეო გეთქო გოგო მე ეგ აქამდე დაიცა ხა დავურეკო იმ რესტორნის მეპატრონეს როინი აი ალო ბატონო როინ გამარჯობა ერთ-ერთი მშობელი ვარ მე გუშინ წირო გქონდა თქვენთან ბანკეტი რესტორანში
მაინც და მაინც კარგ სიტყვებს არ ამბობს. ერთი შენ და სუყური რა, როგორ არის ჩაფლული ტელეფონში. მოგესალმებით. ამ ვიდეოში გასწავლით როგორ ვიმოგზავროთ ბარსელონაში 25 ლარად. რა გინდათ ვიდეოებს უყურებ? ჯე გუშინ იცი რა ვიდეოს მაყურებინა? ლომებმა ირემი დაიჭირეს და დაგლიჯეს. შენ ნორმალური თუ ხარ, რეებს აყურებინებ ბავშვს, კაცო? გეგონება ძალიან თვაყურებინე, სანამ ნეკნები არ დატოვეს, იმისგან თვალი არ მოუშორებია ვიდეოსთვის. იმიტომ უყურე, რომ ბუნებაში დაგვავალა მასწავლებელმა ცხოველებზე უყურეთ ვიდეოებსო. მე ის კი არ ვთქვი მასწავლებელს ირმის გატყავების ვიდეოებს უყურეთო. ახლა სანამ გამიტყავები ხარ თორე თქვენი ოთახები დაალაგეთ. სანაგვეთ რო აქცეული, ერთი ნაგვის მანქანები არ დიაშენით, თორე დანაშენი ყველაფერი ხდება. უმარიკო, მოიცი. ჩემ ოთახსაც თუ დაალაგებ, საღამოს გაყურებინებ ვიდეოს, როგორ ჭამენ ზებრას ნიანგები მდინარეში. ჯე ჩვენი კარების საკეტი გაფუჭდა, სულ დაიშალა. ვაიმე, სულ მოძრა უყურე რა. ვიღაც გავაკეთებინებ ახლა ამას დღეს. კიდე კარგად გაძლო მაგ საკეტმა. 2010 წელს რო დააყენე. თქვენ ჩემზეც ეგრე იტყვით რომ მოვკვდები. კიდე კარგა ხანს გაცლო. პროსტა შეხედი როგორ აბუქებს ყველაფერს. აუ ჯე ქურდი რა შემოვიდეს ხამე და დაგხოცოს. ეგ ქურდი კი არა, მკვლელი გამოდის ომარიკო. ვაიმე, მეც დავფიქრდი ახლა და საშიშია კაცო ამაღამ დაძინება. მე ვერ გავათინებ, თორე ხვალ საშინელ ხასიათზე ვიქნები. ხო, შენ მარტო გათინებული ღამეების მერე ხარ საშინელ ხასიათზე. თორე დანარჩენად გაცისკროვნებული ხარ და 10-10 დაგთამაშებს სახეზე. დედა რა სიტყვები ვთქვი, რაღაცა ლექსივით გამოვიდა. ხო და მკვლელი რო შემოვა, ამაღამ მოუყევი. ვერც მე გავათინებ, ჯე, სკოლაში უნდა წავიდე დილით. კვირას მიდის სკოლაში, კონდეს ახლა ამის იმედი. კი ბატონო, კაცო, მე გავათინებ. დავჯდები აგერ კალიდორში და ეგ იქნება. ვაიმე, რომელი ხარ, კაცო? აუ, ხერხი მარში ჩამატყა პროსტა. აუ, გუშინ ქუჩაში წამივიდა გული და სადღაც პარკინგზე შევარდი. რა? წყალი აღარ მაქვს. გოგო ძალიან დიდხანს ვიყავი მზეზე და გული წამივიდა. რა გამოფხიზლდი ხის ქვეშ ვიყავი სადღაც პარკინგზე. დაპარკინგებული იყავი, ანუ გასაგებია. აუ, მალე უნივერსიტეტში ჩარიცხები დაიდება და ძალიან მეშინია რატომ ხარც. აუ, მე აღარ სხვათა შორის ნოვატორი რა გადავწყვიტე, მაგის მერე ძალიან კიდია უკვე უნივერსიტეტი. გუშინ ვიყავი სხვათა შორის მისული მან და ძალიან მაგარი გარემო დამხვდა. ხა? აუ, ისე მეც შემაინტერესებს რაღაცა იგითისფერო მოვიდოდი. თიკოში რა გაინტერესებს ვაფშე? 4 დღეც ვიყავის გარდა არაფერზე გილაპარაკია. რეცეპტებზე. აუ, ბაზარი არა და გუშინ კიდე რანაირი ყავა დაგვალევინე საერთოდ. ციანიდი ქონდაო თუ რაღაც. ცედრა გოგო, ლიმონის ცედრა. ხო მოუხდა. ამ კითხვაზე პასუხისგან თავ შევიკავებ, ყველასთვის ასიაჯობებს. აუ, მე ნოვატორში დამალევინეს გუშინ ყავა, ამ დასიცხული რომ მივედი. კაი, გავიგით, თეკრო წარმატებისგან პირველი ნაბიჯები გადადგი. Congratulations. აუ, თქვენ უცხოენებზე აბარებთ, ხო? დიახ, გასაგებია. მე უკვე ნოვატორში ვარ. ომარიკო, მიდი რა კვერცხი შემიწვი. რა კვერცხი შეგიწვას, გოგო, ხანძარი მინდა ეხლა სახლში, ძლივს უბორკა გავაკეთე. ადექი და შეიწვი. არცალია, ეროვნულზე ვამატებ უნივერსიტეტებს და ფაკულტეტებს. ხო გინდა რომ სტუდენტი შვილი გყავდეს? მინდა კი არა, უნდა მყავდეს. რეები ჩაწერე აბა ერთი მითხარი. რამე დებილობებს ჩაწერდა. რავი, პირველი ადრე ჩავწერი, მე რაღაცები მიწერია კიდე. ნეტა რამე გრანტი არ გაღებინა ანასტასია, ამ ხელაფულები რო არ ვიხადოთ. ვეცდები რო ავიღო, მაგრამ სექტემბრიდან მე თუნ ვიმუშავებ და გადავიხდი. ზოგჯერ ისეთ რაღაცა სიტყვი ხოლმე გულში იმედი გაუჩნდება ადამიანს რა. გულში იმედი არ ვიცი, მაგრამ კვერცხს თუ არ შემიწვა, ყუთში რო წვრილი გამიჩნდება, ნამდვილად ვიცი. დამაცადე ხო? მისმინე, ეგალტე სად არის შორია აქედან? საბურთალოზეა ეგ, უნივერსიტეტის ქუჩაზე. ამას უყურე ერთი. შენ რა იცი, ომარიკო? მე ბევრი რამე ვიცი.
აი მაგალითად ის რომ სალონში დაგვაგვიანდა. დედა გველოდება ომარიკო შენი პარიკმახერი. წავედით. აუ სანამ წახოთ კვერცხი შემიწვით რა. ჩი რამხელა მაღაზიაში მოვედით. სიაც დიდია. რა წაიღებს ამ სახლში მე არ ვიცი. გამარჯობა ქალბატონო, ჩვენი ძირხეულით ხომ არ დაინტერესდებოდით? დეგუსტაცია შეგიძლიათ გასინჯოთ. ხო, პოპულარული რომელია ეს ბუზი რომელს მიირთმევს, სერველად თუ ახოტნიჩს. ვერ ახართ თქვენ რა. ვიტუվել, რა ბრენდია. ვაიმე, რა ბუზი წაღა ჩემმა მეუღლემ გასინჯა ეს თქვენი ძირხეული. ვაიმე, თამაზი, საწავიდა. შენ არ მომიკვდი ერთ დღესა. ყურადღება, კარაქების სექციაში მამაკაც გულიაერია. გთხოვთ მოერიდოთ ტერიტორიას და სუფთავებამდე. ვაიმე, თამაზი. ჯი აი მოგიტანე ზეთი რო გინდოდა. კაი ბიჭი ხარო მარიკო, რა დაგვრჩა? კარაქი, ამას სხვაგან ვიყიდი, ლუდი. ვაიმე, რა ლუდი კაცო, ვინ ჩამიწერა ეს აქ? ვაიმე, ანასტასია უნდა ვიტრო კოჩემ სახში რომ მივალ. ჯი საპონი დაგჭა საყიდელი მოვიტანო. ვაიმე, კარგი გამახსენო მარიკო, ხო იცი რომელიც უნდა იყიდო? 72 რვაც. ხო, ეგ. უკაცრავად ბოლო თქვენ ხართ რიგში. ნუ თუ ვერ ხვდებით, ქალბატონო, რო არავინ არ ადგას. უუნც რა მითქვან რა. ჯი მოვიტანე საპონი 72 წალი. ვაიმე, 72%-იანი 72 წალი კი არა. წადი ხა დააბრუნე. ეცდიფს მოვახცი, ანასტასია, მოდი მომეხმარე რა. დამდი რაღაცას რატო ატარებ? ზოგი ომარიკოს წამოიღო. ვაიმე, ომარიკო. ეხლა უხრუაშვილს მოკლავ და ზედ მოვაყრე თავის ერთკვირიან წამწამებს. რეებს ეს კლასის ჩაჭი, ამას ფილერი ხო არ აწუხებს. ხო, ვიჩა ფილერი გაიგე და უხრუაშვილმა? ხო, ღონ საიდონლო, თან კითხა საიდან ვიცი. ნახე რა დაწერა, ბოლოზარი არ გვინდა გოიმობაო. რისთვის ვიარი სკოლაში 12 წელი? ამან უეჭოლა თავის ზომა პერენგი ვერ იშოვა. გოგო 2 კილო ნახევარი აქ მომატებული. გოგო ალტეს აქ ბოლოზარი მე-12 კლასელებისთვის 21 მაისს. ნახე თან რეები იქნება, კვება, გართობა, დიჯეი. დიჯეი? ჩათვალე რომ მოვდივარ. ძალიან ბევრი უნდა ვიცეკო. თიკო სათხარ რამდენი ხანი? გოგო რავი ოქროაშვილი მელაპარაკებოდა. 21-ში ყოფილა რაღაცა ბოლოზარი ალტეში და მან წავიდეთ მე შენ და სალომეო. მე ხადავები? რა ნაგლი გოგოა პროსტა? ოქროაშვილი უიშვეთესი გველი რო ხარ ალბათ ხვდები უკვე. ჩუმად რო გეგმავ ყველაფერს. მადლობა თქვენ ამას კლასში ჩატში არ ვაგზავნი. აი ასე. კი ზუსტად კლასში ჩატში გაგზავნი ახლა ეგ ვოისი. აუ იმინა დავიღუპე პროსტა. მოიცა წავშლი. ძალიან დაგვიანია უკვე 16 მაკაცმა ნახა. 17, 18, 19. კაი მოიცა რა მე მოვიფიქროთ. რა ვქნა ეხლა? ვერაფერს იზავთ, მე ბიჭევა წავა კლასში ორშაბათს, თიკვარ გაცდინო. აუ ჩხუბი არ აქცდება ანასტასია, თან ხო იჩოქროშვილი რანაირია. კაი ხო ნუ პანიკობთ რა მე მოვაგვარებ მაგას ეხლავე. ბავშვებმა მოკლედ ანასტასიას იმის თქმა უნდა რომ რამდენიმე გოგო წავსულიყავით მარტო ალტეში ბოლოზარზე. ჩვენ გოიმ კლასებთან არ მინდა უბრალოდ ასე თქვა. მეტი არაფერი რა. всё. ინგე საბუთები გამზადი. სკოლიდან გადავდივარ. გუში ღამე ცივილკივილით გავიღვიძე. და მისით რომ გამოცდაზე დავაგვიანე. და მე რუაფში კრიშიდან გადმოვარდი. აუ შენ რა დაგაგვიანდეს გამოცდაზე მე მართლა უნდა გადმოვხდე კრიშიდან. და შენი არ გაცოცხლებს. აუ თან ახლა მარტში იწყება რეგისტრაცია უკვე ეროვნულებზე და აზერა ვარ რა გავაკეთო. კიდე კაი ვალტეში მაინც დავდივარ და იქვე ხმარებიან. აუ ისე მეცალტესი მიძე ვარ მაგაში. მაგრამ შენ როგორ მხოლ ხოლმე მან და ანასტასია ლექსე რო ვიღარ მოგიყვანს მანქანით. ძალიან ცუდი ხომრობა გამომივიდა. იმ ქვეყნად მაინც დაასვენი ადამიანი. ალტენდი ავტობუსითაც მოვალ. აუ მე კი მოვასვენებ, მაგრამ ისეთი რომ ვიღაც ახალი იყოლება უკვე იქაც გაჩენილი. ვინმე ანგელოზივით გოგო. თან საშინელებებს ვამბობ. შენ ადგილას უტა ფრთხილად ვიქნებოდით ეგ. ცუდად არ შემოგვიწიადეს ეგ შუტკები. მე ცუდად ჯერ არაფერი შემომტრიალებია ქალბატონო. აუ გეგონას გდანის პაზემ კაში ვატყდი ვიდეო გადამიღო და შემოტრიალების დროს წაიკეცი არ გახსოვს. კაი ხო მაგის გარდა. ეს ცოტა შეყვარებული მირეკავს. ხო ლუკა. დამშორდა. მართლა შენი ყოფილი ცოცხალი მაინც ევიდა, ჩემი გარდაიცვალა. რა ვქნა განუცადი მაინც თავისებურად. ის გოგოებო მეკვრიბათ არ ვითვლები ხო?
საწყალი ბაყაყის ფიქრები არავინ არ იცის. აბა როგორ მოგიწვევთ ბავშვებო ეს სიმღერა? კაი ნუ დიდი ხართ ხო? ვიმე დედა? მას მაგ ბაყაყს მთელი ოჯახი მოუკვდა? კი ხო იყო ეგ სიმღერაში ნახსენები ბავშვებო? მოდი გავიხსენოთ. ნიანგმა შეჯამა ოჯახი, დარჩა цаრიელი ოთახი. კი, მთელი ოჯახი დაეღუპა. მას დამრეკებელმა გითხრა, რომ ზეიმი მხიარული უნდა იყოს. მე არ გვაქვს მხიარული სიმღერა ლომსაძე? ხუთ სიმღერას რო ვინიღრებთ ბავშვებო, ბოლო იქნება მხიარული. და რა ერქმევა ბოლო სიმღერას მას? ბოლო სიმღერას ვნახოთ. ბოლო სიმღერას ქვია, ხო, ცალთვალა ზებრა. ნეტარანაირად იქნება იქ მხიარული სიმღერა. მას რატო მასწავლებელმაც უნდა იმღეროს ზეიმზე და იმასაც თქვენ ამეცადინებთ? კი, სამწუხაროდ. ბავშვები, მე მგონი არ ირეკება ზარი და ხო არ იმღეროთ ცალთვალა ზებრაც. აი დაიდეკა ზარი მას. კიდე კაი თორე ამას ვეღარ მოვისმენდი. ბავშვებო, წავედით ეზოში დაჭერობანაზე. აბა დაილეწეთ მიდი ახლა თავპიდი. ნიტა ერთ ვინ გისმენს? შტერი ჩერჩეტები. მე გისმენდით მას. ოკეი, ერთი გაჩერდი ახლა. წადი მიდი ითამაშე შენც. ჩერჩეტების დედოფალი. ეგეც გავიგე მას. დი ანასტასიას ნაუშნიკები მოუპარე და არაფერი უთხრა. აბა დროზე უკან დაიდოს ეგ. კაი გოგო, რა იყო შენ კიდე კონდეს ცოტა ხანი ბავშვია. სად მიბრძანდები შენ ქალბატონო? გოგო, ჩულკი არ გაწვია, გაიყინები ეგრე. რე ჩულკი? რა იყო პირველად გაიგე? ყინოში რომ მარტო შარვლით გადიხარ გარეთ. თან ნახეძე დახეული შარვალი რო აცვია. ხო, ამოჯიჯგნილი. აბა ჩემ დროს გენაცვალე, ჩულკი და ქვედაბოლო თუ არ გეცვა სადა რამე შემოგხედავდა. ხო, შენ ამდენად შემოგხედა შენ მაქმარმა. არა, ამასთან არაფერი არ უნდა თქვა რა. ხო და საიდუმლოების შენახვა არ იცის კიდე საერთოდ. გუშინი უთხარი კარაქი ამპურებს საბჭომ და ემრიდან ყრი მეთქი. და უთქვია უკვე შენთვის. რა კარაქი ამპურებს რომარიკო აიმნიდან? ძაღლებმა რო ჭამონ. ძაღლებს მოგცემ მე შენ. ძვირფას 7 ლარიანი კარაქი. მე საიდუმლოებს იდეალურად ვინახავ. სკიუს მეძახიან გოგოები. ხო, ინახავ როგორ არა. როგორ გთხოვე, ბავშვს არ უთხრა სოფელში მზიარბებო ძაღლი რომ მოუკვდა მეთქი. მაგრამ უთხარი უკვე და. რა? ჩაპა მოკვდა? ბავშვებო, სიგარეტის კოლოფი ვიპოვე. სუსავსეა. მოდით გავყიდოთ სიგარეტი, ძალიან ძვირი ღირს. რა უნდა გაყიდო, მაგით რომ პოლიციელმა დაგინახოს დაგიჭერენ. ომარიკო, რას აკეთებთ მან? თამაშობთ? ჭკვენად იყავით იცოდე? კი, თამაშობთ, ინგადეიდა. დე, მალე მოვალ სახლში. დე, კარტოფილს შემიწვავ? დე! აუ, რაც არ უნდა ხოლმე არ ესმის. ამ სიგარეტს რა უყოთ ეხლა? აუ, რომ უწიოთ? გაგიჟდი რა უნდა მოწიო, არ შეიძლება. დედა ჩემი ეწევა და სახლში საშინელი სუნი დგება ხოლმე. მე ხელება ეწყება. ხო, ვერ იცუნთქებს ადამიანი და გაიგუდება. თან ვარსო ისედაც ვერ სუთქავს ცხვირით. მე მაინც მინდა, ერთი ცალი უნდა მოუწიო. საში კალკამე მაგ დედა ჩემს მოუპარე დილით. მეთქი აღარ მოწევს თქო, მაგრამ მე გასკურაზე მოუკიდა. მოუკიდე ვასო? მოწია აბა მიდი. იგუდება, გვეშველეთ! ინგა რა მოხდა? რა მოხდებოდა ნინო, გამოყრიან ბავშვებს გარეთ და ყურადღების მიმცემი აღარ არის, მე აღარ ავინ. წამოდი ომარიკო, ეს ოქრო მყავს მე. აუ, დე სკოლაში გამეკუა და ბავშვებმა დამცინეს. რა იყო მე არა უშავს? სახში ხო დაგცინით ხოლმე? არა უშავს ახლა ომარიკო, ძალით ხო არ გინდოდა? ხო არ გინდოდა? ო, არა, დაჭერობანას თამაშობდი და სკამს რო გადავახიტი მაგ დროს იმას საქმე. ხო, ამიტომ ჭკუის სასწავლებელი იქნება. დაჭერობანა აღარ უნდა ითამაშო. ხო და აღარც კინოს აღარ უნდა უყურო. გუშინიც ეგრე დაგემართა ფილმს რო უყურებდით. ეგ როგორ გაიგე ჩუმად თქვენი?
არ გამიგია. ვიგრძენი. კარგით ახლა ხო აღარავის აღარ ემახსოვრება ეგ ხვალ, კაცო. აი რატომ მასწავლებელი მწერს. ინგა გამარჯობა ჩემო კარგო, ცოტა უხერხული კია, მაგრამ მომარიკო დაეჭვი ამ ბოლო დროს გაზების გაშვება სკოლაში და თუ რაიმე პრობლემა აქვს, ბავშვი იქნება ექიმთან მიგეყვანათ. აუ, ყველას ემახსოვრება მასწავლებელსაც გაუგია. ჩემი კლასელი გიორგი ეტყოდა. მე არ იცი მაგ დროს რა უნდა უქნა მაგ გიორგის. თუმცა რაც გასწავლი გწოდნია უკვე. ეს ცუდი გაჩვენდით ახლა. რატო მასწავლებელო გამარჯობა. ომარიკოს ყველაფერი წესრიგში აქვს, სხვა არავინ არ დააბულინგოს ბავშვის სკოლაში, თორე ვინ მოხდება საავადმყოფოში, მაგასაც ვნახავთ. საღოლინგა გავიმარჯვეთ. ომარიკო მიდი გაგვიყვე ერთი გამარჯვების ნიშნად. რა იყო ვიხუმრე? აუ, ჯე ჰარი პოტერის სკოლაში მაჭარე რა, ძალიან მინდა. სად არის სკოლა ომარიკო? აქვე თუ გდანში და თემქაზე კი ბატონო. პარკეთილებში და საბურთალოებზე მე ვერ მივვლი ნამდვილად. კი ინგა აქვეა ეგ სკოლა, დიდ ბრიტანეთში. აუ, ჩოჩოქარი გავხვდები და შელოცებს ვისწავლი. ვაიმე, შელოცვაზე გამახსენდა, ეხლა ჩვენ სოფელში იყო ხოლმე ერთი ქალი. ვიოლა ერქვა, მკითხაობდა ხოლმე და მთელი სოფლის გოგოები მაგით გათხოვდნენ. რომ მიხვიდოდი ასეთი სუფთა ხელის გული უნდა გეჩვერებინა და დაინახავდა საბედოს. რა ვიცი, რაღა მემივედინა და ბინძური ხელებით. ომარიკო, რამე შელოცვა არ იცი, ინგას რო წიგნი გააგდებინო ხელიდან? საჭმელიც კი არ გაუკეთებია. ვაიმე, მართლა რო ვერ გავაგდე ხელიდან ისე იკითხება რა. კაცო, ქართველი ბიჭის წიგნია ეხლა დაწერა 22 წლის ბიჭმა. რა ქვია? დასაწყისის დასასრული, ხო? დედა რეები ხდება. გასაგებია. ომარიკო, დებილივით მივიქნევ მაგ ჯოხს. რამე უბედურებაში არ გაეხვი. ბეუშელოცვას რო ვისწავლი, მერე ვოლდემორტს შევებრძოლები. არა, დეგენერატი არ არის ეხლა ეს. ვის უნდა ეჭიდაო, ბიჭო, იქნება მოიტეხო რაღაცა. აუ, შელოცვა როგორ არის? ბომბარდა! შტეფცელია ფეთქდა პროსტა. ჩართე ეხლა იქ ფილმი ანასტასია დავიღალე, კაცო. ინგა. მოდი ლია აქეთ ვართ. ინგა ნახე მოვიტანე ბატეტუბი. უი, რა კაია ბატიბუტი, თან შენი გაკეთებული, გოგო. ამ კინოსაწერია, რომ საშინელებათა ჟანრიაო და რას ნიშნავს? რას ნიშნავს ომარიკო და აი ვაიმე მოკლეს ემილი. ვაიმე. კაი ინგა რა იყო ფილმია უბრალოდ. აი იმ კაცს რო უჭერავს ზუსტად ეგეთი დანაშა ერჭო ჩემ ქმარს ნაცნავში. დროული გახსენება იყო ძალიან. რა ხდება ეს ქალი ხო მოკლეს წეღან? რაინაღლება ამოვიდოდა საფლავიდან. ჭკუა დაუშლის თუ რა? ამ კაცს რატო უნდა რომ ეს ბავშვი მოკლას? რატო ომარიკო და გაკვეთილებს არ სწავლობდა და დედას აბრაზებდა. მოიცადე დაიძაბა სიტუაცია. აუ, ნაჯახი ჩაარტყა პროსტა. ვაიმე, რა არის ეს რა ფილმი ჩართი ანასტასია? ტიტანიკის ყურება მინდოდა კაცო, მეთქი ერთი ორს ვიტირებთქო. ვიტირე მერე. რაც მე დავთვალე 12 ადამიანი მოკვდა უკვე ამ ფილმში. ემილიც მოკლეს უკვე და იმას გახედეთ რა, მეცადინეობა რო დაიწყო. ვაიმე, ემილიც ცოცხალია. ლია დედა დარწმუნებული ხართ რომ გარდაიცვალა თქვენი ქმარი? უკვე აღარაფერი ვიცი. ანასტასია დედამ საჩუქრები მოგვიტანა. ვაიმე, მართლაც რო საჩუქრები რა, ისე ტავარს მივაგენი შუავაკეში. აბაშიძის 10 ნომერში. თოვლის ინგაც მოსულა, და იყიდება მოჩვენი. ნახე, მან დავდე როგორი იუბკა ვიყიდე ზამთრისთვის, არაჩვეულებრივი რა. გოგო, ლილოს ფასები ქონდა მაგ მაღაზიას, კაცო. რა ერქვა? მელოგრანო, ხო? ცოტა ახლა შენი სწავლის ფული ჩემო მეხარჯა. სამაგალითო მშობელი ხარ. ტანსაცმელი ამჯობინე შვილის განათლებას. კაი, არა უშავს დავამატებ მერე ცოტა ხანში. სამაგეროთ ნახე რა შარვალი გიყიდე, რო არავის არ ეცნება. არ არსებობს. ზუსტად ეს შარვალი მქონდა ტელეფონში დასკრინული. ვიცი ხო, კაცო, მაგიტო კი. რაღაც არ მომეწონა ეგ დაუსრულებელი წინადადება. ვაიმე, დაუსრულებელზე გამახსენდა. ვინ შემთხვევა თუ იცი მაგ მაღაზიაში? კეთინო დეგენერატი. ომარიკოს კლასელის დედა. რო არ დასრულდა ჩემი და მაგის შეხვედრები რა. რა იყო მე შოპინგობდა ადამიანი?
რა იყო და იმდენი რაღაცა იყიდა გაოფლიან და საწყალი კონსულტანტი მაგეების გატარებით. როგორ შეიძლება, კაცო? აბა საწყალი კონსულტანტი, სულ მაგაზე ნერვიულობ. აუ ძემერა მიყიდემა ჩვენი რა. სუტყვილად გიხარია ომარიკო, მაგ მაღაზიაში მარტო ქალისტასაცმელია. შენ ხო გიყიდა კაცო ახლები. აუ მე რა კიდე მინდოდა, ამას ჩავიცმევ მე. რა შეიცმევ, კაცო, ჩემი უბკაა ეგ. ვაიმე დედა. შეხედე, კი მოუხდა ისე, ხო იცი? აბა გოგოებო დაწერეთ ხო თემა, ქალთა სახეები ვეფხის ტყაოსანში. აუ ეგ მე დავწერე, მასთან სამივეზე, თინათინზეც, ნესტანზეც და დარეჯანზეც. ყოჩა ხთეკლა, ნული ქულა. აუ რა მაგრა გაირით მამას. ასე უყურადღებოთ რომ დამიწერთ იქაც გაგინოლდებათ და ჩაიჭრებით გამოცდაში. აუ ისე მას ამხელა რაღაცას შეგვასწავლდნენ, იქნება საერთოდ არ ხდება გამოცდაზე, ხა? თეკლა რისკიანი გოგოა მას, ისე ხდება სამბიჯს ერთდროულად რომ ჯერ ვერცერთმა ვერ გაუგო. თია მას ქაჯეთის ციხის აღება რა იყო, ეგ როგორ დასრულდა, მოგვიყევით რა. თამთა მე მეკითხები მაგას შვილო, ეგ თქვენ უნდა გესწავლათ დღეს როგორც მახსოვს. მოიცეთ დაასტოპეთ რა. ქაჯეთის ციხე იყო ეგეთი ადგილი? კი, და შეგნით ქაჯები ცხოვრობდნენ. შენაირები. კარგით გოგოებო, დღეს პატარა შეჯიბრება უნდა მოვაწყოთ. ერთი წუთი. რა შევეჯიბრებით მას? ჭიდაობაში. რა შენ შეეჯიბრო ქართულის გაყვეთილზე? ხო, კითხვებზე პასუხში ვეჯიბრებით გოგოებო. აქეთ იქნებიან თიკო და ანასტასია და აქეთ თამთა და თეკლა მეორე ჯგუფი. დავიწყოთ აბა. აუ მას მაინც ამათ მოაგებინეთ, არა და ჩვენც გიპასუხეთ შეკითხვებზე. კი, მიპასუხეთ თეკლა, 4 კითხვაზე. 20-დან 4-ზე. მას ანგარიში რო გაიმეოროთ თუ შეიძლება. 17-4. ხედავ თეკლა, ბოროტსას ძლია, კეთილმან არსება მისი გრძელია.